მოგესალმებით დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და კონკრეტული მოტივაცია აქვს. ამ დასკვნამდე თბილისში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაირკვა, რომ დოკუმენტის ტექსტის ავტორი ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან პარალელურად დემოკრატიისათვის ევროპული ფონდის EED-ის მმართველ გუნდს წარმოადგენენ. ამ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და ბორდის დანარჩენი 3 წევრი მიღებული რეზოლუციის ტექსტის ავტორები არიან. ტექსტის, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად ქართული მედიის მფლობელებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის EED ქართულმა ოცნებამ არაერთხელ დაადანაშაულა საქართველოში ექსტრემიზმისა და პოლარიზაციის სამხალისებელი კონკრეტული ორგანიზაციების, მათ შორის აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობოების დაფინანსებაში. EED-სთან ერთად მსგავს ინტერესებს უკავშირებს საქართველოს ხელისუფლება ნედის, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საქმიანობას. ეს ის ნედია, რომელიც USAID-ის შემდეგ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ინტერესის ობიექტი გახდა და დაფინანსება შეუჩერდა. USAID-თან დაკავშირებით კი დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა სააგენტოს შესაძლო კავშირი არჩევნებთან. ამ ფაქტების ერთობლიობამ თბილისში მართულ პოლიტიკურ ძალას ყველა ის ბრალდება გაახსენა, რაც ბოლო წლების განმავლობაში რევოლუციური პროცესების ახალისების გამო სამივე ჩამოთვლილ ორგანიზაციასთან ჰქონდა. ამ თემებზე ჩვენი სტუმარი ფრაქცია ქართული ოცნების წევრი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი იქნება. დღის ქრონიკის მეორე ნაწილი სტუდიაში შემოგვიერთდება ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, რომელთანაც ოფშორების კანონის მოქმედების თემასა და ამ თემასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ბრალდებებზე ვისაუბრებთ. და მივესალმებით ჩემს პირველ სტუმარს თორნიკე ჭეიშვილი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა დღის ქრონიკის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო თორნიკე, მადლობა ჩართვისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ევროპარლამენტის რეზოლუციას ანგარიშგასაწევ დოკუმენტად არ მიიჩნევთ, მეორე დღეა ეს მაინც პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა, დოკუმენტიც და მასში ჩამოთვლილი მოთხოვნებიც. გასაგებია, რომ არც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოებისთვის და არც ადრესატისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მსგავს რეზოლუციებს სავალდებულო ხასიათი არ აქვს, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მსგავსმა დოკუმენტებმა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა იმისათვის, რომ აქვს საშუალება თქვენი ეთერით მივმართო მაყურებელს. რა თქმა უნდა, რეზოლუცია, რიგით მე-6 რეზოლუცია, რომელიც იქნა ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული, ეს არის კიდევ ერთი ანტიქართული ნაბიჯი ევროპარლამენტის და შესაბამისი ევროდეპუტატების მხრიდან. ეს არის სხვა არაფერი თუ არა პირდაპირ გალაშქრება საქართველოს სუვერენიტეტზე, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა, თუმცა მეორე მხრივ ჩვენი საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლება უკვე რაღაცნაირად მიეჩვია იმას, რომ ეს კასკადი უსამართლობისა სამწუხაროდ ევროპარლამენტიდან ძალიან ხშირად მომდინარეობს და პრაქტიკულად უკვე ამასთან მიმართებით არსებობს ერთგვარი იმუნიტეტი, მათ შორის ქართულ საზოგადოებაშიც და უკვე ყველა ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ ეს აბსოლუტურად დამახინჯებულ ფაქტებზე, ეგრეთ წოდებულ fake news-ებზე დამყარებული დოკუმენტი სხვა არაფერია თუ არა ფარატინა ქაღალდი, რომელსაც აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები და გასაგებია, რომ ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი ასევე იმ ევროპელი ბიუროკრატების ხელში, რომლებიც ახდენენ მსგავსი რეზოლუციების პროექტების მომზადებას, ინიცირებას და შემდგომ უკვე მიღებას. ამასთან მიმართებით რასაკვირველია, ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი და ძალიან პრინციპული, რომ ბუნებრივია ამოსავალი, ასე ვთქვათ, პრინციპი ჩვენი საქმიანობისა არის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა, არის ის, რომ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ვერავინ მსგავსი უსამართლო დოკუმენტების მიღებით ამ დღის წესრიგს ვერ შეცვლის. ანუ ჩემი კითხვის ერთი ნაწილი შეეხებოდა იმას, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა ამ ტექსტებმა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების განწყობებზე, აი თუ შეიძლება ამ მიმართულებითაც რომ ვისაუბროთ. რაც შეეხება ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დამოკიდებულებას. ევროპულ საბჭოს, დიახ, გასაგებია. ნუ აქაც თქვენ იცით, რომ წარსული გამოცდილება
ცხადყოფს იმას, რომ ეს გავლენები, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ჭრილოვანი გლობალური ძალებისაგან, აქაც საკმაოდ არის, ასე ვთქვათ, მძლავრი. გუშინ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ძალიან მკაფიოდ იყო აღნიშნული ის, რომ ან ევროკავშირი შეძლებს deep state-ის აი ამ მარწუხებისგან გათავისუფლებას, ან პირიქით deep state-ი, როგორც იტყვიან, გადაყლაპავს ევროკავშირს და არა მარტო ევროკავშირს, როგორც სახელმწიფოთა გაერთიანებას, არამედ იმ იდეას და იმ ღირებულებებს, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ევროკავშირის შექმნას. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივ კონტექსტში ამ რეზოლუციას არავითარი მბოჭავი ეფექტი არ გააჩნია, ბუნებრივია ყურადღება არის საჭირო იმასთან მიმართებით, თუ რა გაგრძელება ექნება ამ რიტორიკას და ამ უსამართლობის მორიგტალღას, მათ შორის იქნება ეს ევროკომისია თუ ევროპული საბჭო. პრინციპში უკვე ვიხილეთ, რომ ოპოზიციის არგუმენტებს მაგალითად ამ რეზოლუციამ შემატა ერთგვარად ძალა და ალბათ ახლო მომავალში ეს იქნება, თუ შეიძლება ასე დავარქვა, ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი მათთვის ხელისუფლების წინააღმდეგ. აი რაში ეხმარება მაგალითად აი ესეთი ტიპის მხარდაჭერა ევროპარლამენტიდან ოპოზიციას, ან მაგალითად ამ ტექსტში ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოხსენიებულ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამ რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღეს ჩავიდა მიუნხენში და მიუნხენში ქართული ოცნების ხელისუფლების არ ყოფნა ასევე არის ერთ-ერთი საკრიტიკო თემა თქვენი ოპონენტებისგან. ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ამ შემთხვევაში შესაბამისი რეზოლუციის მიღება ასხამს წყალს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ გეგმებზე, რომელსაც რა თქმა უნდა თავის მხრივ განხორციელება არ უწერია. აქ ძალიან მარტივი არის კავშირის დანახვა. ჩვენ თუ გავიხსენებთ 2003-2012 წლებში იმ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც იყო ხელისუფლებაში, გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, ყველა ძალიან კარგად გაგვახსენდება ის მჭიდრო კავშირები, რომელიც მათ შორის აი ამ რეზოლუციის ავტორებს და იმ პოლიტიკური რეჟიმის ლიდერებს შორის არსებობდა. ეს კავშირები დღესაც დასტურდება, თუნდაც იმ ჩანაწერით, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, სამკურნალოდ გადაყვანის ერთგვარ დირექტივას, რომელიც შეიძლება იქიდან ისმოდეს ევროპარლამენტიდან. ანუ ესეც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მკაფიო დადასტურება იმისა, რომ ხმასშეწყობილად მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ის ევროდეპუტატები, რომლებიც აი ასეთი რეზოლუციების ინიცირებითა და მიღებით არიან დაკავებულები. მეორე მხრივ, რასაკვირველია, თვითონ საქართველოში სიტუაცია არის აბსოლუტურად სტაბილური. ყველა ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ საპროტესტო მუხტი არის აბსოლუტურად მინელებული. ახლა უკვე რამდენიმე ასეული აქტივისტის ამარა არის დარჩენილი ეს რადიკალური ჯგუფები და რაც არ უნდა იყოს მცდელობა იმისა, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან ასეთი უსამართლო რეზოლუციების დოკუმენტების მიღებით, ბუნებრივია ის მიზანი, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს გარკვეულ ესკალაციას პროცესებისა, მათი მხრიდან ვერ იქნება მიღწეული. თუმცა კიდევ ერთხელ ძალიან, რა თქმა უნდა, სამწუხარო და ძალიან დიდი უსამართლობაა ის, რომ აი ამდენი ხნის შემდეგაც, ესე იგი, ცდილობენ კონკრეტული ძალები იმას, რომ კვლავ ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც იყო შექმნილი სწორედ ხსენებულ პერიოდში 8 წლიან მმართველობას გულისხმობ, ხო 2003-2004-დან 2012 წლამდე. საგულისხმოა ის, რომ რეზოლუციაში იყო აქცენტები დასმული მაგალითად მედია ორგანიზაციებთან მიმართებით, გარდა იმისა, რომ კონკრეტული პირები, რომლებიც დღეს მსჯავრს იხდიან, იქ რაღაც გამოყვანილნი არიან, როგორც ფრთიანი ანგელოზები. ეს სულისკვეთება და პათოსი იკვეთება და ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ამ პერიოდში რა ხდებოდა
სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მედიისადმი ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი როგორი იყო. ეს არის ძალიან ესეთი უხეში, რა თქმა უნდა, მცდელობა იმისა, რომ მოხდეს რეალობის ფალსიფიცირება და საზოგადოებას შეუქმნან ერთგვარი აღქმა იმისა, რომ თითქოს ის ესე იგი რეჟიმი იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად ასე ვთქვათ სუფთა და არავითარი საქმიანობა, რომელიც კიდევ ერთხელ ამბობ, მიზნად ისახავდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, რომელიც ისახავდა მიზნად ადამიანის უფლებების ხელყოფას ინტენსიურ სისტემაში რა ხდებოდა და არაერთ სფეროში ზოგადად ეს თითქოს არც არაფერი იყო და სამაგიეროდ აი დღევანდელი ხელისუფლება და ამ შემთხვევაში უკვე მედია ორგანიზაციებიც არიან მოხსენებულნი რაღაც საშინელებას სჩადიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა ეს არის ყოველგვარ საღაზრს მოკლებული, არაარგუმენტირებული და უბრალოდ უსამართლო დოკუმენტი. აი ამ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ მედიის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ის რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომლებიც არიან რეზოლუციის ტექსტის ავტორებს შორის, სხვებთან ერთად, ამავდროულად არიან დემოკრატიის ევროპული ფონდის EED-ის მმართველი საბჭოს წევრები. ეს ის ფონდია, რომლის კავშირებზე საქართველოში პროცესების რადიკალიზაციასთან და თქვათ რევოლუციური პროცესების წახალისებასთან დაკავშირებით არაერთხელ უხსენებია ამ ფონდის სახელი და მისგან წამოსული დაფინანსება საქართველოს ხელისუფლებას. აი ეს კავშირები რადასკვნების გამოტანის საშუალებას გაძლევთ. რა თქმა უნდა, აქაც ძალიან საინტერესო ანალიზი შეიძლება გაკეთდეს. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ევროკავშირის ელს საქართველოში იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო EED-სთან, ამ დემოკრატიის ევროპულ ფონდთან მთელი რიგი, ასე ვთქვათ, საკითხების გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება, რაზეც იყო დუმილი, რაზეც იყო ესეთი ბლანკეტური პასუხი რამდენიმე თვის შემდეგ, რაც პრაქტიკულად შეიძლება შეფასდეს როგორც ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარის თქმად, რომ თითქოს და EED ეს იყო რაღაც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა თავისი ერთგვარი შიდა კორპორაციული მართვის სტანდარტი. თუმცა მეორე მხრივ, თუნდაც ის გარემოება, რომ ესე იგი EED-ის მმართველი კომიტეტის წარმომადგენლები ამჟამად არიან ევროპარლამენტში და არა მარტო უბრალოდ არიან იქ, არამედ აქტიურად არიან ჩართულნი აი ამ ანტიქართულ საქმიანობაში, თავისთავად უკვე დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი შეიძლება EED-მ ერთი მხრივ დააფინანსოს მისთვის სასურველი კონკრეტული მათ შორის მედია ორგანიზაცია იქნება ეს, NGO იქნება თუ სხვა მსგავსი აქტორი, მაგრამ მეორე მხრივ ის პირები, რომლებიც დღეს EED-ში ქმნიან ამინდს, უკვე ევროპარლამენტის გავლით ცდილობენ იმას, რომ საქართველოში კონკრეტული მედია ორგანიზაციები პრაქტიკულად დააზიანონ იმით, რომ იქ არის საუბარი რაღაცა სანქციების დაწესების აუცილებლობაზე და ერთგვარი გაშავების კამპანია არის დაწყებული, ხო, ამასთან მიმართებით. ისევ და ისევ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, საქმე გვაქვს რეალობის ფალსიფიკაციასთან და აქ ერთი სურვილი შეიძლება რა თქმა უნდა დარჩეს ძალაში, რომ ადრე თუ გვიან აი ამ უსამართლობას, ამ რაღაცა მრუდე სარკეებს მიეცეს ეს ყველაფერი მიეცეს დავიწყებას და ის ასე ვთქვათ ჯანსაღი რეგისტრი ურთიერთობისა, რომელიც უნდა არსებობდეს ნებისმიერ ორ ერთმანეთთან პარტნიორ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციას თუ გაერთიანებას შორის, ეს დღის წესრიგი კვლავ შემოვიდეს ზალაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ EED-სთან ერთად ხომ მსგავსი ბრალდებების ადრესატი არაერთხელ ყოფილა NED, რომელსაც როგორც შევიტყვეთ, უკვე უჩერდება დაფინანსება. მანამდე იყო USAID, რომლის მიმართ არსებულ ბრალდებებს დონალდ ტრამპის განცხადებაში მოვისმინეთ, რომ დაემატა, ან შესაძლოა დაემატოს არჩევნებთან შესაძლო კავშირი და არჩევნებზე მისი შესაძლო გავლენა. აი, რამდენად გავს ეს ბრალდებები აი ამ ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ამერიკულ ორგანიზაციებს გულისხმობს, იმ პრეტენზიებს, რაც ჰქონდა ამ ორგანიზაციებთან
საქართველოს ხელისუფლებას და როგორ ფიქრობთ ეს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება რა გავლენას მოახდენს იმ პროცესებზე, იმ ჯგუფების საქმიანობაზე, რომელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა პრეტენზიები, რომ ისინი ახალისებენ რადიკალიზმსა და რევოლუციურ პროცესებს საქართველოში? რასაკვირველია პირველ ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ ამერიკაში განვითარებული ეს პროცესები ეს შეიძლება ითქვას მხილებათა მთელი ჯაჭვი და კასკადი, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში ვადევნებთ თვალს, თავისთავად აღძრავს ეჭვებს უკვე სხვა ფონდებთან მიმართებით, რომლებიც დღესდღეობით ევროკავშირში და ევროპულ სახელმწიფოებში არიან ბაზირებულები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, როცა წლების განმავლობაში, მათ შორის ბოლო პერიოდში აკეთებდა კონკრეტულ შეფასებებს, ეს შეფასებები იმ განცხადებებთან მიმართებით, რაც გვესმის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან იყო ბევრად უფრო რბილი. შესაბამისად, აქაც დასკვნა მე მგონი ძალიან მარტივი არის. ჩვენი ხელისუფლება მაინც უფრთხილდებოდა რა შესაბამის ურთიერთობებს, ბოლომდე კიდევ მთელი სიმწვავით შეიძლება არ აჟღერებდა იმ შესაბამის ინფორმაციას, რომელიც იქნებოდა ეს USAID, NEDI თუ ასეთი ტიპის ორგანიზაციების მეშვეობით, მათ შორის საქართველოში ხორციელდებოდა და დღეს უკვე ორი აზრი აღარ არსებობს ხომ იმაზე, რომ ეს იყო მართლაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელი საქმიანობა. კიდევ ერთხელ ამბობ, ეს შეფასებები მათ შორის ისმის დღეს შეერთებულ შტატებში ოფიციალური პირებისაგან და აქ როგორც საქართველოზე ლაპარაკი, ისე სხვა სახელმწიფოებზე. ამდენად, რა თქმა უნდა, ეს მოვლენები ადასტურებს იმის საჭიროებას, რომ აუცილებელი არის უკვე ევროპული დედაქალაქებიდან შესაბამისი პროცესები, რაც შეიძლება საქართველოში ყოფილიყო მართული, შესაბამისი ორგანიზაციების გავლით სათანადო რესურსების მობილიზაციის ფონზე იყოს უკვე აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახდეს გამჭვირვალე და საზოგადოება მიცოდეს თუ რაში იყო კონკრეტულად დახარჯული თითოეული ცენტი, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე ევროპიდან მოემართებოდა საქართველოს მისამართით და თქვენ წეგან ახსენეთ საარჩევნო პროცესები, ეს მე მგონი რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა შეიძლება იყოს, მათ შორის არჩევნებთან მიმართებით რა манипуляციებთან შეიძლებოდა გქონოდა საქმე, გარკვეულწილად უკვე არის ინფორმაცია ხომ, იქ საუბარია კონკრეტულად $42 მილიონ USAID-თან მიმართებით, რომელიც იყო მომართული უკანასკნელ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში, თუმცა ასევე საინტერესო არის სხვა ფონდები როგორ იყვნენ ჩართულნი და საბოლოო ჯამში როგორ ცდილობდნენ იმას, რომ პრაქტიკულად აი ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში შეესრულებინათ რბილად რომ ვთქვათ ნეგატიური როლი. იმიტომ რომ აქ უკვე საქმე რო გქონდა манипуляციასთან, მათ შორის ეს იყო სხვათა შორის განპირობებული მათ მიერ დაფინანსებული წინასაარჩევნო შესაბამისი კვლევებით, გამოკითხვებით, რომ თითქოს და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას ჰქონდა დაბალი რეიტინგი, აი ამ რაღაცა ისევ და ისევ ფაბრიკაციას მიახლოებული რეალობის შექმნა, ეს იყო დღის ეს რიგი, რომლითაც მოქმედებდნენ შესაბამისი ორგანიზაციები და ამ ორგანიზაციების მიერ აქ ადგილზე დაფინანსებული სხვადასხვა ჯგუფები. ამიტომ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, დღეს უკვე დღის ეს რიგში ძალიან მწვავედ დგას, რომ იქნება ეს EED თუ ნებისმიერი სხვა ფონდი და ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება აქ საქართველოში ჰყავდეს შესაბამისი ბენეფიციარი, აუცილებლად მათი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია იყოს გამჭვირვალობის ძალიან მაღალი სტანდარტით საზოგადოებისთვის წარდგენილი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის სტუმარი გახდათ ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს იმ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ოფშორების შესახებ კანონის თემას ეხება. მიხეილ დუნდუა წერს, რომ თემის სირთულიდან და აჟიოტაჟიდან გამომდინარე შესაძლოა საკითხში ნაკლებად ჩახედულ ადამიანს სიმართლის გარკვევა გაუჭირდეს, ამიტომ მარტივი ანალიზით გასაგები გახდება, რას ემსახურება ოფშორების კანონი,
რეალურად რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა ამ კანონის მოქმედების შედეგად, რას წარმოადგენს ოფშორული ზონა და ბოლოს აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ან საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს უფლება ისარგებლოს საკუთარი სახელმწიფოს დაცვის გარანტიით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით. ეს ფრაგმენტია წერილიდან, უფრო დეტალურად კი კანონის მოქმედების რისკებსა და სარგებელზე, ასევე ბოლო დღეებში გააქტიურებულ პოლიტიკურ ბრალდებებზე დღის ქრონიკის სტუდიის სტუმარია მიხეილ დუნდუა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მოგესალმებით ბატონ მიხეილ, მადლობა მობრძანებისთვის. ვიდრე ამ კანონზე, მოქმედ კანონზე და დამდგარ შედეგებზე ვისაუბრებთ, საუბრის დასაწყისში მინდა გავიხსენოთ ის გარემოებები, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უძღოდა ამ კანონის მიღებას წინ. მაშინ, როდესაც პროექტი განიხილებოდა პარლამენტში, კეთდებოდა განცხადებები ოფშორებში საქმიანობის გართულების შესახებ, რომ იყო მეტი გამჭვირვალობის და გადასახადების მოთხოვნა და გაძლიერებული იყო ოფშორებიდან გასვლის ტენდენცია. რომ გავიხსენოთ ეს პერიოდი, რა გარემოებები, რა ფაქტორები და რა ვითარება უძღოდა წინ ამ კანონის მიღებას, რატომ დადგა მისი აუცილებლობა. დიდი მადლობა მოწვევისათვის, საინტერესო თემის გაშლისათვის. მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბიზნეს ორგანიზაცია შემოვიდეს საქართველოში და აფუძნოს ორგანიზაცია, გამოიტანოს კაპიტალი ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებულმა ბიზნესმა ოფშორიდან საქართველოში, რომ ეკონომიკა განვითარდეს და წინ წავიდეს. და პროცესები, რომელიც წინ უძღოდა ამ კანონის მიღებას, იყო კომპლექსური. თავდაპირველად, როცა ოფშორები შეიქმნა ჩამოყალიბდა, მისი მიზანი იყო, რომ ნაკლები ბიუროკრატიით, დაბალი გადასახადებით და მცირე პროცედურებით შესაძლებელი გამხდარიყო ბიზნეს ოპერაციების წარმოება და ბევრი ორგანიზაცია, ბიზნესმენი ოფშორში ეწეოდა საქმიანობას, ეწევა დღესაც საქმიანობას და განვითარდა ეს მიმართულება. მაგრამ შემდგომ სხვა კორპორატივისტულმა ძალებმა, რომელსაც ძალაუფლება მოიპოვეს მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც Deep States, ომის პარტიას თუ სხვა ტერმინებით ვიცნობ ჩვენ საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად საუბრობენ ამაზე, გარკვეული გავლენები მოახდინეს ოფშორულ ზონებზე, ისე გლობალური მასშტაბით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზეც კი ძალიან დიდი მასშტაბით და შესაბამისად უკვე ოფშორები არ გახდა ისეთი უსაფრთხო ზონა ბიზნესისათვის, როგორც აქამდე იყო და მნიშვნელოვნად დაიწყო ოფშორიდან კაპიტალის გადინების პროცესი. ეს ამ პროცესში, როდესაც ოფშორიდან შეიძლება კაპიტალი გავიდეს და დაიწყოს დაფუძნება სხვა ქვეყანაში, ქვეყანამ უნდა შეარჩიოს სწორი დრო, სწორი მომენტი და უნდა შექმნას საფუძველი უსაფრთხოდ ფულის გაცეტრების რისკების აბსოლუტური გამორიცხვით შეძლოს და მოიზიდოს კაპიტალი ოფშორიდან, რატომ? რომ განვითარდეს ეკონომიკა, დაფუძნდეს საწარმო, გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და საუბარია რაზე? ოფშორების კანონმდებლობაში ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული ბიზნეს კორპორაციების მხრიდან ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული ბიზნესის მიერ ოფშორში არსებული კაპიტალის გადმოტანაზე საქართველოში. არა გაურკვეველი წარმოებლობის კაპიტალისა, არამედ ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული, სადაც გაცხადებული ეკონომიკური საქმიანობა, ვინაობა, აქტორები ცნობილია და გაცხადებულია სახელმწიფო საზოგადოების წინაშე, მათი გადმოტანა, რომ მინიმუმზე გამოირიცხოს აბსოლუტურად ფულის გათეთრების რისკები და ქვეყანას მიეცეს მეტი კაპიტალური განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომაც ეს კანონი იყო ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარებისათვის. რაც შეეხება თავად კანონის მოქმედების ზოგად პრინციპებს, რა რისკების განაზღავს ის ბიზნეს და აქვე რომ ვისაუბროთ იმაზე, რა არგუმენტებით შეაფასა ეს კანონი დადებითად მანივალმა. დიახ, მანივალმა შეაფასა დადებითად, სკრუპულოზულად ძირფესვიანად შეისწავლა პროცესი აბსოლუტურად. ყველა პროცესი კანონმდებლობარი აქტები, მასთან დაკავშირებული მთელი რეგულაციები და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს კანონი არის საერთო სტანდარტების შესაბამისი და საბოლოო დასკვნა წლის ბოლოს 2024 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა მანივალმა, ეს არის უმაღლესი ორგანო ფულის გადაცეტრების კუთხით შემფასებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო, რომ საქართველოს განიცადა პროგრესი ფულის გადაცეტრების წინამდე ბრძოლის მიმართულებით. ანუ ყველა კანონის, მათ შორის ამ კანონის სკრუპულოზული განხილვის საფუძველზე მიიღო ეს შეფასება და ამ კანონთან დაკავშირებით სპეციალური წერილი აქვს გამოგზავნილი საქართველოსთვის, რომელიც შესაბამისად მიეწოდათ საერთაშორისო ინსტიტუტებსაც. ანუ ერთი ეჭვიც კი არა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ კანონს რაიმე რისკი შექმნას ფულის გათეთრების ან ფინანსური დანაშაულის ან რამე დანაშაულის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. პირიქით კანონი არის ისეთი, რომ შექმნას ნოყიერი ნიადაგი ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის. სწორედ ამიტომაც მიღებულმა კანონმა ბუნებრივია
ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამაზეც ვისაუბრებთ, აუცილებლად მანამდე მინდა აი ვიდრე სარგებელზე გადავალთ, თქვა გითხრათ და აგვიხსნათ მაყურებელს, აი რას კარგავდა მაგალითად საქართველოს სახელმწიფო, როდესაც მის მოქალაქეებს ჰქონდათ კომპანიებებს შორეულ ზონაში და არ მოქმედებდა ასეთი ტიპის კანონი. მადლობა. თუ კი ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ თავიანთი აქტივები ოფშორულ ზონებში, აქვთ კაპიტალი, თქვათ რომელიმე საწარმო ქარხანა, წარმოიდგინების ობიექტი, კაპიტალური ობიექტი უცხოეთში, ბუნებრივია ის უცხოეთის იმ ქვეყანას ასარგებლებს, იმ ზონას აძლევს სარგებელს და არა ქვეყანას ხო საქართველოს. შესაბამისად, მისი სარგებლობა საქართველოსთან მიმართებით არის ნულოვანი. მაგრამ როგორც კი მოხდება ამ კაპიტალის გადმოტანა საქართველოში, ეს ნიშნავს უფრო მეტ რესურსებს, უფრო მეტ ეკონომიკას, უფრო მეტ დასაქმებას, უფრო მეტ წარმოებას საქართველოში, რაც პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, აისახება ფინანსურ ძლიერებაზე ქვეყნის, რეპუტაციულ გაძლიერებაზე და ასე შემდეგ. ანუ გარდა სარგებლისა კაპიტალის გადმოტანით სხვა პროცესი, ნაკლოვანი პროცესი არ არსებობს. ხო, აი ხა როდესაც სარგებელზე საუბრობთ, საინტერესო შედარება. თქვენ მიერ გამოქვეყნებულ წერილში თქვენ დღეს ხაზს გაუსვით იმას, რომ ის ერთჯერადი შეღავათი, რომელსაც კანონი უწესებს მოქალაქეს ოფშორებიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანისას, არაფერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში. აი ეს სხვაობა, აი მაგალითად როგორ შეიძლება დავინახოთ რიცხვებში? მაგალითად წარმოვიდგენთ თქვა 1 მილიარდი დოლარი არის საზღვარგარეთ ადგილობრივ მესაკუთრებაზე დაფუძნებული რომელიმე ოფშორულ ზონაში არსებობს რომელიმე ობიექტი, რომელიც საწარმოო დანიშნულებისაა და გადაწყვიტა ადგილობრივ მეწარმემ ის გადმოიტანოს საქართველოში. ხო? რამდენსაც გადმოიტანთ, იმდენ ზუსტად იმდენით გაიზრდება მათემატიკური თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ დასაქმებისა და მისი კულტივაციის დროს მრავალგზის და გეომეტრიული პროგრესით იზრდება ეკონომიკური სიმძლავრე. მაგრამ თუ გადმოტანა არ მოხდება, ეფექტი დარჩება ნულოვანი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვაძლევთ სტიმულს, რომ გადმოტანის დროს თავისუფალი ხარ გადასახადისგან, ის არ ნიშნავს, რომ გადასახადისგან თავისუფალია ზოგადად და ეკონომიკური საქმიანობის დროს გადასახადს არ გადაიხდის. სრულად გადაიხდის ყველა გადასახადს, მაგრამ გადმოტანის მომენტში არა, რომ გადმოიტანოს და აქ გააგრძელოს საქმიანობა. ამით დაცულია უსაფრთხოების რისკები, ფულის გათეთრების რისკები და ამით ნარჩუნდება ის სტიმული, რითაც უნდა იხელმძღვანელოს მეწარმემ გადმოიტანოს საწარმო და საქართველოში აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა. გვაქვს თუ არა ჩვენ მონაცემების შესახებ რამდენად ისარგებლა ამით ან ვინ ან რამდენმა კომპანიამ? ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ უნდა გქონდეს წლის ბოლოსთვის რატომ? როცა დაიწყო კანონი, როცა შემუშავდა, შევიდა ძალაში, ბუნებრივია ჭირდება პროცედურული თვალსაზრისით კორპორაციის ხელმძღვანელებს, მეწარმეებს გააზრება და პროცედურების გავლა იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ გადმოტანასთან დაკავშირებით. მოუაგონო პროცედურული საკითხები, რომელიც დაახლოებით რამდენიმე თვეზე გრძელდება და ბუნებრივია 2025 წლიდან უნდა დაიწყოს უფრო აქტიური ტემპი. შეიძლება იქამდე დაწყებული იყო. თუმცა, როდესაც მეწარმე ამას განახორციელებს, გადმოიტან, შეიძლება შეღავათის შესახებ განაცხადოს მოგვიანებით, როდესაც დასაბუთებას და დოკუმენტაციას წარმოადგენს. ასე რომ, შეღავათის მიღების დროს, როდესაც განცხადება იქნება წარმოუდგენელი, ამ დროს დაითვლება თქვა წლის ანალიტიკური შედეგი, ამ დროს შეგვიძლია ვისაუბროთ ციფრებზე და მის შემაჯამებელ მაჩვენებლებზე. ასე რომ, იმისათვის რომ შევაჯამოთ ეფექტი, ამისათვის აუცილებელია რომ 2025 წლის შედეგებს დაველოდოთ. თუმცა ის ფაქტი, რომ 2024 წელს ჩვენ თითქმის ორნიშნე ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაძლოა განპირობებული იყოს იმითაც, რომ გარკვეულმა ბიზნეს წრეებმა გადაწყვეტეს და გადმოიტანეს უკვე კაპიტალი საქართველოში ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ვინ ისარგებლებს შეღავათით დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე და ასე შემდგომ გაირკვევა მინარე თვეების და წლის განმავლობაში და საბოლოო პასუხი ამასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ჩვენ წლის ბოლოსთვის უნდა გქონდეს. და განსაკუთრებული აჟიოტაჟი ამ დღეებში და ბრალდებები მოყვა ამ თემას, რომ თითქოს ბიძინავიანიშვილმა ისარგებლა არსებული კანონით და მან საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო. აი ეს რომ აგვიხსნათ ის რას მოყვა ეს ბრალდებები და კანონი არის ინკლუზიური. ეხლა ყველა მოქალაქეს, ყველა პირს, ყველა ორგანიზაციას, ნებისმიერს. ყველა შეუძლია ვინც მოხვდება ამ რეგულაციის ჩარჩოში, უბრალოდ ამ შეღავათის ჩარჩოში, ვინც გადაწყვეტს, რომ თავისი კაპიტალი გადმოიტანოს, ეხება ყველას, არავის გამორჩევით, არავის ექსკლუზიურად, ყველას ინკლუზიურად. შესაბამისად, ეს არის აბსურდი, რომ რომელიმე ერთ მოქალაქეს შეიძლება ქონდეს სარგებლობის შესაძლებლობა და სხვას არა. და მეორეც, თუ კი ბიძინავიანიშვილი, ანუ ნებისმიერი ადამიანი ისარგებლებს კანონიერი შეღავათით და ისარგებლოს და იმისთვისაა კანონი, რომ შესაბამისად სხვადასხვა პირებმა მიიღონ გადაწყვეტილება ისარგებლოს შეღავათით, გადმოიტანონ კაპიტალური აქტივი და მოახმარონ ის ქვეყნის განვითარებას. ასე რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ამ კანონით და განავითარებს ქვეყანას,
უფრო უკეთესი იქნება ქვეყნისათვის და ჩვენთვის. აი რომ შევაჯამოთ რა კი ბრალდებებზე ვსაუბრობთ, ამ ბრალდებებს რომ გავყვეთ, ეს მარტო ბოლო დღეების განმავლობაში არ ყოფილა, კანონის მიღების პროცესშიც იყო, პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოთქმული ბრალდებები. აი რას ეფუძნება შენიშვნები, რომ ამ კანონის ხდება გადასახედებიდან თავის არიდება და ფულის გათეთრების შესაძლებლობა. რა მექანიზმებია ჩადებული პრევენციისთვის? თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზის საუბარში, რომ გამორიცხავს ფულის გათეთრების აი ამ რისკებს. აი ამით დიახ, პირველ რიგში მანუალმა ევროპის საბჭოს კვალიფიციურმა უმაღლესმა ორგანომ სოფლიოში დაასაბუთა და ვერდიქტი დადო, რომ ეს კანონი არანაირ საფრთხეს არ უქმნის ფულის გათეთრების რისკებს, პირიქით საქართველოს პროგრესიანიცა და მის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ეს ერთი. შემდგომ აქ საუბარი იმაზე, რომ ეს არის ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული კაპიტალის განმოტანის პროცესი და არა გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალისა, რომლის უკან ვინ შეიძლება იდგეს, არ ვიცოდე და თქვა დანაშაულებრივი, ან ტერორიზმთან დაკავშირებული, ან სხვა პროცესებთან დაკავშირებული საკითხი იყოს. ეს არის ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული პროცესი და შესაბამისად გამჭვირვალე და ცხადი სახელმწიფოს წინაშე. ნულოვანი რისკის, როდესაც ფულის გათეთრებისა და დანაშაულის რისკი არის ნულოვანი, როდესაც სარგებელი არის აბსოლუტური 100%-იანი, როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ესაა კარგი, არანაირი რისკის შემცველი, კრიტიკა კარგავს აზრს და დადის აბსურდამდე. ეს არის აბსურდული ბრალდება, რომელიც გაქარწყდა მანუალის და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებისა და შესაბამისი წერილის საფუძველზეც კი, რომელიც ახლა მოგახსენეთ. დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა გახლდათ. დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. მიმდინარე სიახლეებს გაიცანით იმედი ნიუზ-ჯიზე. მე გემშვიდობებით მომავალ კვირამდე ნახვამდის.